დღეს რა რიცხვია? 25? 25, აუ, 3 დღეში სეზონი იხურება და მე იმას ნადირობასაც ვეღარ ვასწრებ. აი რა არის. ბარო ბიჭები, 25 თებერვალია. მე და თორნიკე ვართ წამოსული რიბალკაზე. ხო, და დღეს გავტესტავ G-Stream-ის როჩას. ეს არის ტარაკნის დასაკვები ეგრეთ წოდებული და შავი დასაკვებია. მაინტერესებს რას ისავს და თავისთავად რაღაცებს შეურევ, იმიტომ რომ ქარხნულ დასაკვებს უმატებ ხოლმე არომატებს კი არა, სხვადასხვა რაღაცებს, რომ დიდ არომატზე არ იყოს გასული რა. და უფრო ნორმის ფარგლებში იყოს. იქნება შავი, ესეთი რაღაცა ფრაქციებია, გავხსნი და ნახოთ აბა რა იქნება. მოკლედ, აი ესეთი ფრაქციაა. ხო და სურნელი აქვს დარიჩინის და პლუს შოკოლადის. აღწერაში რატომღაც ვერ ვნახე, რეები აქვს შერეული. ჩავუყაროთ ასე. ბევრი არ მინდა ნახევარი ეს. როგორც ყოველთვის ესეც მანიკაშა. როგორც ყოველთვის მანიკაშასაც უშვები ხოლმე, რომ კარგად შეკრას რა. ბევრიც არ უნდა გაუკეთო, რომ შეიძლება წყალში საერთოდ არ გამოვიდეს. აზილავთ ასე და მე ხელში გაჩვენებ თვითონ. თუ რამდენად იკურება. აი არის დარტყმა. ერთზე დაარტყმავდეს. არჩი თორნიკე როგორც ვატყობ მოძრაობს თევზი, აგერ ახლა იმაზე დაარტყამ. გაივლის, გაარტყავს კუც, გამოივლის, გამოარტყავს კუც. კაროში ჯერ ამაზე დაარტყამ, მე ამაზე დაარტყამ, მე ამაზე ხო დაარტყამ. ეხლა ამაზე ალბათ დიჟენევს. მოიცადე ერთ თორნიკე ავზილო. აი ესეთი მასა გამოვიდა. მუქი დასაკვებია. და აბა ვნახოთ ახლა ავზილოთ. ეხლა სხვადასხვა რაღაცები მაქვს გადარეული და იმასაც დავამატებ. ცოტას რომ შევქნას წყალშიც. ასე. დღეს გავტესტავ ისევ და ისევ აი ამ ფიდერს, ჩემი შეკვეთით რაც არის დამზადებული. აი დაუბრენდავი. ესეთი ვარიანტი, ამის ტესტი არის 60 გრამამდე რა, 60 პლუსი უწერია, დაახლოებით 65 გრამამდე შეგვიძლია დავაყენოთ. ეს არის 56-მეტიანი საკვებურა. ეხლა მე ამას დავტენი. 56-მეტიანი, 70-იანი მაქვს. 70-იანს დავტენი, რადგან ამ ჯოხს ვტესტავ. ნუ ძალას ვატან, ყველანაირად რომ გატესტილი იყოს, მინდა რომ ესეთი ჯოხები ჩემთან მაღაზიაში გავაძრო. ხო და ეხლა მე ამას ამ 70-იანს დავტენი და გავისვრი რა. ნახოთ როგორ იმუშავებს. როგორც აღვნიშნე 60-65 გრამამდეა მაქსიმუმ ეს ჯოხი. ვარდნაზეც კი ამით ვთევზაობ ხოლმე. ძალიან გზნობიარეა, სწრაფია და ვნახოთ. აი ასეთი მონტაჟი მაქვს ბიჭებო აწყობილი. FTK-ს ნემსკავები მიყენია. არ გამიტესტია ეს ფსკერლოზე თევზაობის დროს ეს ნემსკავები. ხო და დღეს გავტესტავ. ვნახოთ, გატარებაზე ვამუშავე და ძალიან საკაიფო იყო რა. ასეთი inline-ი ავაწყე. ვიდეოში აღწერილი მაქვს ეს წყობა როგორ ეწყობა. და ჩვეულებრივ არაგვის მონტაჟს რასაც ვეძახით, ეს ორი ნემსკავის ზემოთ, ერთი ნემსკავი ქვემოთ.
დატენილი 70-იანი. ასე დავიჭიროთ და უკან არაფერს არ მოდოთ, ცოტა უხერხულ ადგილას ვდგავარ და წავით. ასე გოხდათ 70-იანი გავუშვით. აჰა. დაჯდა. თორნიკემაც დასვა. ესეც FTK-ს ნემსკავებით. ვნახოთ. ეს კაი გოჭია ხო ის მოდი და მე გავ ისინი კუჩოკებია რამოდენმე არ გინდა არა არ გინდა გამოვიყვან საშუალო გვაქვს აქ ეტაბიჯ გაიქცევა გაიქცეს კაც თეთრ პენოპლასზე კაიგე თეთრ პენოპლასზე დაჯდა ისინი რაც მე მაქვს ხოლმე ჩვეულებრივი პენოპლასტები რაც არის ხოლმე აი ესეთი თეთრი ესეთი კაი კუჭუნია მოკლედ ერთ აკესზე დავაყენე ეს 5-იანი მონტაჟი და სხვადასხვა ფერის პენოპლასტი და ტყლარსი დავუყენე. რაც შეეხება ახლა ნესკავების რაოდენობას მინდა შევეხო, სულ მავიწყდება ხოლმე რომ ამაზე გავამახვილო ყურადღება. ოფიციალურად ნებადართული არის 3 ნემსკავით თევზაობა, ბუნებრივი თუ ხელოვნური სატყუარით, მაგრამ როდესაც ხელოვნური სატყუარით თევზაობა, აი მაგალითად პენოპლასტით თევზაობა, შეიძლება 6 ნემსკავით თევზაობა. ბუნებრივი სატყუარით უკვე შეიძლება 3 ნემსკავით თევზაობა. აჰა, დასათორნიკემაც წავიდა ჭიდაობა. წევიდა. დასაკვები გაქვს არა მაგაში ჩატენილი. და ესე იგი ეს დასაკვებიც ცუდი ტიპი არ არის, კაი ზომაა რა. ცოტა ნაპირზე მიიწიე რომ კოხტათ ისა ამოვიყვანოთ. ვახტუნავებ ჭიგარო, ნელა. მოდი. მოდი პატარა. არის ჯისფერზე არის. ძალიან კარგი. აბა ნახე ერთ ტყლარზე თუ პენოპლასზე. ტყლარზე? არა, პენოპლასტია, წითელი. წითელი პენოპლასტია რა? წითელი პენოპლასტია. ვა. აი ეს შევედასვი ესეთი ზონა. ეგ უკვე ხაია. დაინახე. აბა მოიყვანე. დაგვანახე. რა ვარია? აი ესეთი ბიჭია რა. ორი კაი გოჭია დაინახე. ძალიან კაი. წავიდა დაინახე რა ქნა ლამის გადააგდო ჯოხი წყალში. ეს დაღლილია ეთყობა აი. მაგარი დაღლილი. ასე გავაკეთოთ რომ აი მას არ გავაკეთოს. ჯოხი არ გავტეხოთ. დივახ პატარა. იასნია. გირასეთი გაიზომა. აჰა, თორნიკემაც დასვა. აუ არ რა ბიჭი. გაიქცა. დაჯდა. არა პაწუა. მოძრა მანამ საჭმელი გადავდე, მანამ გაიქცა. ვა მაღლა აიღო. შენც მოპასპიცო ეს რა იყო? ეს რა იყო ბიჭო? კაროჩე
თორნიკეს ეხლა მაგაზე დაილოდე კარგად გამეოროს. მიდი შენ აი გამოხსენი თუ რაღაც მეუყურებ. არა არის ისეთი. ამოვიყვან ამას. ვიგაც. აჰა. მოდი აბა მონტაჟუნია. მონტაჟები არ მუშაობს. როგორ მეუბნეოდა ვიღაცა თუ არ მუშაობს. აჰა. აგერ ნემსკავი. აგერ თევზი. საჩოკის არ მიხმარია კი დაინახეთ. ბიჭო. თუ სის. არა გაიქცა მის დედავად. რა დაარტყა? ანუ ეხლა არ ჩავდე. ბიჭო. ერთი სალი მაგ აი მეგონა ჩემი ქუჩების არა. ბიჭო. ეს მინდოდა კაკრას დამეფიქსირებინა. კაროჩი ამაზე. აზე ხარ მოდი თუნიკეს ეს დავი. ნელა მეგონი მაგაზია გადახლართული. ნელა ვიდი. მეგონი კი ვიო გადახლართული. არა გადაუფ იმაზე რა ქვია. მოიცადე დაწიე დაბლა დაწიე. აქეთ მოწიე ჩემსკენ. ხო. მოდი გამოწვერი. ამაზე არა ბრატ. არ არის? არა, იმიტომ მაგან დახკარ. შენ დამარხი რა. მოიცადე ეს ოქენით გავასწოროთ. მოდი გადი. მოდი შენ. არა ვიხლევთ. დინდაისა. მოიტავა. არა მაგაზეც დარტყმა იყო, იმიტომ რომ ეგ იქით ეგდო, ეს აქეთ ეგდო. აი. აი სადა. აუ. სია. დარჩა ასაზომი მეგონი. Stikaj goči. Nadir montaže. Aha. Tačda. Sačopunija. Astarpis. Magarizoma. მოდი აბა მოარბენინე. მოწიენ არიჩქარო და მაგარიზომა ძალიან კაი ზომა. აგერ ბიჭებო 5 ნემსკავიანი მონტაჟები რო გაინტერესებთ ხოლმე. სულ მოვიწყდება რომ აი ესე გემრიელად მუშაობს. თორნიკეს გუგუნებს. ასაცკენ წამოიღო. არა უშავს იქით წაიღე ანკეს დაუწიესე და მაღლა აწიე. მიდი. შენ ისანა ხაჭო. მოიცადე. ისადა საჩოკი. ой საჩოკი. ცოტა ნუ ჩქარო ფარაფერი. ოპანა. ეკარი. სად მიდიხარ? სად რო გეუბნები რომ. ой ნახე რა სიმწვის დაინახე. უყურე შენ. აი ხარ გვინდა просто რომ შევარდეს. აი ნახე რა ჯონზია ეს მაიმუნი. დაინახე. სვიგენი. ეს არ შეხოდნებს კობი არ მოედოს. აი ნახე რა ზომა. აჰა, დასაკვები მუშაობს, არა? ხო. საჩოკი გვინდა? იგაც ჩართულია. მოდი მოიყვანე ბავშვი მოიყვანე ბავშვი. აჰა. ისევ საიდან ჩამახსენე რა თავარი ნესკა. ბიჭო. სადა. ი. ოიდე.
აი საბა მოვიდ. ო, რა კარგად წაიბრძოლა უცებ. სამწუხაროდ წასვლა გვიწევს. არ არის ისეთი რომ ვერ ამოვიყვანო. მოდი აბა გავტესტოთ ერთი ეს ნემსკავები როგორ იმასწავს და აი ნახე ნადირულად. ასეთი ამბავი. გატესტვა გამოტესტვებში დასაკვებს დაგიტოვებთ ბიჭებო, ვინც აქ ჩამოხვალთ. აგერიდება. აი შევდებ. აგერიდება და ისაც გაგისწორდებათ. გამოგაგ. ისე და. მიდი აბა. აწია ბატონე. ერთი წამი ძმაო, აგეზმაო. ასეთი ამბავი. ნუ 5 კილოს პლუს დავიჭირეთ, მაგრამ ეს დავიჭირეთ იდეაში 1 საათში რა. მთელი დღე იყო ძალიან პასიური, აი წყალი ძალიან თამაშობდა, აიწია, ხო და ცოტა ხანი წყალი გაჩერდა და ალბათ 1 საათში, არა თორნიკე, 1 საათში დავაყარეთ ეს იმენა კაი ჭერა იყო და წამოსასვლელები გავხდით. ერთი სიტყვით მონტაჟების ძალიან კმაყოფილები ვართ. დასაკვებმა ბოლო ჯამში იმუშავა, დასაკვების გარეშე ვთევზაობდით, შიგადაშიგ და ვტესტავდით. ნუ მაინც დასაკვები თავის საქმეს შვება რა. გინდა არ გინდა თავის გასაკეთებელს აკეთებს. ეს თვით წარმატებული რიბალკა ყველას.